საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. თქვენთან მოვედი ახლა ესეთი საჯარო გაშლით, რომელიც მთხოვა ჩემმა ერთ-ერთმა უძვირფასესმა გამომწერმა ქალბატონმა ესეთი თემით, აი თქვენი პარტნიორი წავიდა თუ ისევ დაბრუნდება თქვენთან. აი საბოლოოდ წავიდა თუ დაბრუნდება, დაასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ. ჩაიფიქრეთ თქვენთვის სასურველი პარტნიორი და მე დავიწყებ ახლა მისი ენერგიების წაკითხვას თუ რა ხდება მასთან. მეგობრებო, სულ მის ფიქრებში ხართ. აი სულ მის ფიქრებში ხართ და ეს ადამიანი თავისი საქმის პროფესიონალია რო იტყვიან. და ნგრევებშია. თავის ნგრევებშია, აი თქვენ, ისევ და ისევ თქვენ, მეგობრებო. აი რა ვთქვა, არ ვიცი, რომელი წასვლა, რომელი წამოსვლა. აი 24/7-ზე. თქვენზე ფიქრობს 24/7-ზე ეს ადამიანი. თუმცა სამკუთხედებში ხართ. ეს არის სამკუთხედის ისტორია. აქ არის კამათი, ჩხუბი, დაცილებაც მეგობრებო. როგორ ენერგიებშია და ძალიან განიცდის. ისეთ რთულ ენერგიებში ამბობს, რომ თქვენ ხართ მისი საკუთრება. საუბრობს თავის შეცდომებზე, თუმცა იხედება სადღაც იხედება. ამ ადამიანს რაღაც იცით როგორ ენერგიებში, რაღაც ახალის მოფიქრების ენერგიებშია, ახალ შესაძლებლობებს ეძებს, რაღაც ახალ გზებს ეძებს. აი უნდა რომ კიდევ ბედის ცადოს თქვენთან. აი რა ვთქვა. კი, სიახლეებისთვის ემზადება ადამიანი, იმიტომ რომ დანაკარგებშია მეგობრებო და ძალიან სირთულეებშია თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი, თქვენთან მოჯაჭვულობა აქვს და ძალიან გულგატეხილია და ძალიან ცუდათაა. აი როგორ ცუდათაა, გადაწყვეტილების წინაშე დგას ეს ადამიანი და აი ქვემოდან ნახეთ, აქ არის ასაკობრივი სხვაობა, მენტალური სხვაობა, თქვენში რა არის რაღაც ყველანაირი სხვაობა ან ერთი სხვაობა. ყოველ შემთხვევაში განსხვავებულები ხართ და ეს ურთიერთობა ტრანსფორმაციაშია. ჩემო ძვირფასებო, უпростоრად ეს ადამიანი ტრანსფორმაციაში იმყოფება და აი ქვემოდან თქვენს ამოხვედით, პასუხისმგებლიანები, აი იმპერატორები ამოხვედით მეგობრებო. აი ესეთ ენერგიებში იმყოფება თქვენთვის ჩაფიქრებული პარტნიორი და თუ კი ემთხვევა მის ენერგიებს და დახასიათებას, გავაგრძელოთ ყურება და დავიწყოთ ახლა. საბოლოოდ წავიდა თქვენგან თუ ისევ დაბრუნდება. ძალიან დიდ დანაკარგებშია, ძალიან დიდ შეცდომაში შევიდა ეს ადამიანი და ტრანსფორმაციაშია მეგობრებო. ეს ადამიანი ტრანსფორმაციაშია, ეს ადვილი არ არის მისთვის. ეს ადამიანი ყველანაირად უნდა შეიცვალოს, საერთოდ ისე უნდა შეიცვალოს, თავისი თავი ვერ იცნოს. კიდევ მერე ძალიან არეულდარეულია. რაღაც პრობლემები აქვს, მორალური, ფსიქიკური, მატერიალური, ფინანსური. აი შეიძლება ქონდეს სამართალთან პრობლემები, შეიძლება ქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა, შეიძლება ქონდეს მემკვიდრეობის პრობლემა. აი წარსული ამბების გამო, წარსული სიყვარულის გამო, რაღაც თქვენი წარსული ურთიერთობის გამო. მეგობრებო, ეს ადამიანი უკვე ძალიან დიდ სირთულეებშია, თუმცა ამ ადამიანს უნდა რაღაც ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყოს. კარგით. წასვლა, რა ის წასვლა? რის წასვლა მეგობრებო? სიყვარულზე და ქორწინებაზე ფიქრობს, ურთიერთობაზე ფიქრობს. არა ბატონო, თქვენგან არ წასულა, თქვენთან ისევ მოვა. მოულოდნელად მოვა, რო არ ელოდებით ისე მოვა. ძალიან ცუდათაა, აი თავის სიტუაციას რომ არ შეეფერება, ისე ცუდათაა თქვენს გამო. თქვენ აი ესე ხართ. აი ესეთი პასუხისმგებლიანი ადამიანები, აი ესეთი იმპერატორი ქალები, ქალბატონები უпростоრად მოაპატიეთ და თუნდაც მამაკაცებო შეაბრუნეთ თქვენსკენ. აი თქვენი სიტუაცია შეაბრუნეთ, თქვენ ხართ იმპერატორები და ანუ იგივე სიტუაცია გაქვთ თქვენს. ეს ადამიანი ახალ ინტერესებს გამოიჩენს, რაღაც ახალ საქციელებს მოიფიქრებს, A, B, C ვარიანტებს მოიფიქრებს მეგობრებო. იმიტომ რომ ძალიან ცუდათაა. აი, იმიტომ რომ ძალიან ცუდათაა, ბევრს პრობლემები აქვს სამართალთან,
ბევრს შეიძლება საციხოდ კონდეს საქმე, ბევრს შეიძლება მაგია კონდეს, ანუ ვის რა სიტუაცია გაქვთ, მოერგეთ თქვენსაც ჩემო ძვირფასებო და ბევრი უსამართლობა ხდება ეხლა მის ცხოვრებაში. კი, აი რადგან აქ ამოვიდა, აი ეს კარტიც, შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანს სამართლებრივი პრობლემაც გქონდეს. აი ესეთ სამართალზე საუბრობს და ამის გამო აქვს პრობლემები. ყველანაირი ხერხის გამოყენებით მოვა თქვენამდე მისი მიზნების მისაღწევად. ჩემო მეგობრებო, ოღონდ კარგი გაგებით არა. ბევრთან შეიძლება იყოს ისეც, რომ აი რაღაც ისეთი საქციელები ახასიათებდეს ამ ადამიანს, ახალ გზებს, ახალ შესაძლებლობებს, აი ახალ რაღაც ხრიკებს მოიგონებს, ბევრი ტყუილებს მოიგონებს, მეგობრებო და აი ესე მოვა თქვენთან. კი ბატონო. აი ესე ფარული მოტივით მოვა თქვენამდე. არ წასულა თქვენგან არ წასულა ჩემო ძვირფასებო, აი ბრძოლით მოვა და ტყუილებით მოვა. ბრძოლით და ტყუილებით, ასე რომ კარგად დააკვირდით, როდესაც მოვა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, როგორ მოვა, იმიტომ რომ აქ ტყუილებზე საუბრობს. კარგით, კიდევ რას გვეტყვის, აი რას გრძნობს თქვენს მიმართ. იმას გრძნობს, რომ მოულოდნელად შეცვალა თვითონვე ეს ურთიერთობა, თვითონ წავიდა თქვენგან, თვითონ ჩაგაგდოთ აი არასრულყოფილებაში და ეხლა თვითონ იმყოფება ამ არასრულყოფილებაში. ძალიან ბევრი ტვირთი აქვს საკიდული ზურგზე, ფინანსები არა აქვს, სამკუთხედებია მეგობრებო. ძალიან გაუბედურებულია უთქვენოთ. აი ზე უნდა არა აქვს. თუმცა ძალიან დიდი სიყვარული აქვს, ამბობს ის. ძალიან ბევრი ინტრიგებშია, ძალიან დიდი ღალატი იყო აქ იყო აფერისტობა, აქ იყო მატერიალური დანაკარგები, ჩემო ძვირფასებო. ფინანსებზეა საუბარი თქვენ შორის. მოდით ახლა ვკითხოთ კარტს. აი რომ მოვა რა უნდა, რისთვის მოვა? აი რისთვის მოვა, რომ მოვა? რისთვის მოვა თქვენთან? თქვენთან რისთვის მოვა? მანიპულაციებით მოვა მეგობრებო, იმიტომ რომ ის რა ცხოვრებაც აქვს მას, ის არაბედნიერებს და არ მოსწონს, შეიძლება ყველაფერი აქვს, მაგრამ არაფერი უხარია, მოვა მანიპულაციებით, მოვა ისევ თავისი ხრიკებით, თუმცა ეს ადამიანი ყველაფერში ძალიან მარჯვეა, ბევრი შეიძლება ეწეოდეს, მწეველი იყოს და კიდევ ბევრ ამას ეწეოდეს. რასაც ხელს მოკიდებს ყველაფერი გამოსდის, მაგრამ ამ წუთას შეცდომებზე საუბრობს, დანაკარგებზე საუბრობს. ძალიან რთულ სიტუაციაშია, თქვენი ურთიერთობა არის პაუზა და ელოდეთ ამ ადამიანიდან აი ესეთ რაღაც საქციელებს რო იტყვიან, თუმცა დააკვირდით კარგად. მოდით ახლა ვკითხოთ კარტს. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? აი თქვენ რა რჩევას მოგცემთ სამყარო? იყავით გაწონასწორებულები, იყავით მშვიდები, არ შეხვიდეთ არანაირ კამათში. ეს ადამიანი თქვენ თუ კი გსურთ, მისი დაბრუნება აუცილებლად დაბრუნდება თქვენთან, რადგან თქვენ შორის არის ძალიან დიდი მიჯაჭვულობა, ეს არის არაჯანსაღი ურთიერთობა. ელოდეთ მოულოდნელად მისგან შეტყობინებას, ელოდეთ მოულოდნელად მისგან ცვლილებებს, კონტაქტზე გამოსვლას, პროგრესზე წამოსვლას, აი უცებ გამოვა კონტაქტზე მეგობრებო. მოვა კონფლიქტით. თქვენთვის უკვე გაუცხოებაა თქვენ შორის. მოვა კონფლიქტით, მაგრამ პასუხისმგებლობით არა. პასუხისმგებლობით არ მოვა. შეიძლება აქვს ადამიანს სიყვარული, მაგრამ აი ესეთი სიყვარული, უპასუხისმგებლო სიყვარული მეგობრებო. თქვენ თუ კი მიიღებთ ამ ადამიანს, კი ბატონო, თუ კი გაწყობთ ესეთი ურთიერთობა, თქვენ შეგიძლიათ აი ესეთი მიიღოთ. რჩევა თქვენ. კი, აი რჩევა ის, რომ იოცნებეთ, იმედი არ დაკარგოთ, მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები თქვენ და სასიკეთოდ, იცხოვრეთ თქვენთვის, დაკავდით თქვენი საქმიანობით, იკაშკაშეთ, ანათეთ, იმხიარულეთ, გაერთეთ, იზრუნეთ საკუთარ თავზე, საკუთარ მომავალზე და აი რა უნდა გააკეთოთ. აი ესე უნდა ჩაუდგეთ ხმლებით მას ჩემო ძვირფასებო, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია როგორ მოიქცევით, მაგრამ აქ ჩანს რომ თქვენ უკვე აღარ გვინდათ. თუმცა ეს ადამიანი იბრძოლებს იმისთვის, რომ აი გადაწყვეტილება აქვს მისაღები მაინც, ასე რომ ეს თქვენი გადასაწყვეტია უკვე მიიღებთ თუ არა ესეთ ადამიანს, რომელიც მხოლოდ ბრძოლით და იერიშით მოდის, თუმცა ერთი არის კი რომ თქვენსკენ იხედება. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, სიმშვიდეს და დიდ სიყვარულს გისურვებთ, არასოდეს არ დაკარგოთ საკუთარი თავის იმედი, უფლის იმედი და რწმენა, ასე რომ წარმატებები პირადში და გელოდებით კომენტარებში.
უღრმესი მადლობა იდეისთვის, ულამაზეს ქალბატონს, უძლიერეს ქალბატონს. წარმატებები.